26 მაისი რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სამხედრო ტექნიკის გამოფენა ერთადერთი არ ყოფილა. სხვადასხვა სამინისტროებმა იქ საკუთარი მიღწევების დემონსტრირება მოაწყვეს. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური გამლელებთან ერთად ბიუჯეტს გეგმავდა. სოფლის მეურნეობის მინისტრი ქართულ პროდუქტს აგემოვნებდა. ერთი სიტყვით ყველა საკუთარი ნამუშევრით იწონებდა თავს. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში მოქალაქეებს დღეს საშუალება მიეცათ ფინანსთა მინისტრისთვის ეჩვენებინათ, რა მიმართულებით სურთ საბიუჯეტო თანხების გადანაწილება. ადამიანებს შესაძლებლობა აქვს ჩვენთან ერთად დაგეგმონ ბიუჯეტი, ინტერაქტივი გვაქვს, შესაძლებლობა ეძლევა მოსახლეობას, რომ გაეცნოს თუ რას აკეთებს იმ ყოველდღიური რუტინის მიღმა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. პირველად ავრჩიე განათლება და უფრო სპორტის სახეობები, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ეგენი მირჩევნია ჩამოთვლილი. ეხლა აქ რაც არის მოცემული, შეგვიძლია რომ აი ამას მივუჩითო, აი რომელიც გინდა. ფინანსთა სამინისტროს მიერ რუსთაველის გამზირზე მოწყობილ პავილიონში უწყების თანამშრომლებმა მოსახლეობას კონსულტაციაც ადგილზე გაუწიეს. აქეთ არის უკვე მოცემული, ეს არის მეტალის ანალიზატორი, დღესვე საბაჟო პროცედურებისთვის აუცილებელი ტექნიკის ნაწილმა ქუჩაში გადმოინაცვლა. ასევე გვაქვს რადიაციული აპარატები, რომელთაც ხდება რადიაციული ნივთიერებების განსაზღვრა თუ რომელი არის. ასევე არის თვითონ ნარკოტიკული ნივთიერებების შესამოწმებელი, კონკრეტულად ის აპარატი. ეკონომიკის სამინისტრომ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების სტენდებზე გამოფინა. ძიმე ტექნიკასთან ერთად დამთვალიერებელს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროდუქციის ნახვაც შეეძლო. ჩვენ გვყავს უაღრესად ნიჭიერი ადამიანები, რომლებსაც სულ პატარა ყურადღების შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან აქვთ უდიდესი შესაძლებლობა, რომ გავიდნენ სოფლიოს ბაზარზე და კონკურენცია გაუწიონ, ესე ვთქვათ, ძალიან წარჩინებულ კომპანიებს. ეს არის საქართველოს ცენტრალური სამეცნიერო მარკის მარკეტინგი. ეს რა თქმა უნდა ზონებში შედარებით პატარა. ის რაზეც ქვეყნის ენერგოსისტემა დგას, კახი კალაძის უწყებამ დღეს რუსთაველზე გამოფინა. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კი მძიმე ტექნიკასთან ერთად სპეციალურ პავილიონში სხვადასხვა ხელსაწყოების დემონსტრირება მოაწყო. აქ წარმოდგენილები ვართ სადისპეჩერო ფარით, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ამარაგებს ელექტროენერგიით და ასევე ხელსაწყობთ, რომელსაც აქრუს ენერგო იყენებს და ასევე ელექტროსისტემაც. ეს არის ანძების დაყენება, გადამცემი ხაზების აშენება, თუ შეკეთება და ასე შემდეგ. რუსთაველის გამზირზე გამოფენილი ადგილობრივი წარმოების პროდუქცია თავად სოფლის მეურნეობის მინისტრმა დააგემოვნა. ყველაზე ხალხმრავლობა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში სწორედ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტენდთან იყო. ადგილობრივმა კომპანიებმა თავიანთი პროდუქცია გასაყიდად გამოიტანეს. ელერგი კომპანიები აქ არის წარმოდგენილი საკუთარი პროდუქციით, ეს არის ქართული ღვინო, თაფლი, სხვადასხვა ტიპის ყველი, ასევე სხვა პროდუქცია, ჩურჩხელა, სხვა ტრადიციული პროდუქცია. შესაბამისად, ჩვენ მოქალაქეებს, ზეიმის მონაწილეებს შეუძლიათ დააგემოვნონ, ასევე შეიძინონ ეს პროდუქცია. სახელმწიფო უწყებების მიერ მოწყობილ პავილიონებში პროდუქციის დათვალიერება და შეძენა მოსახლეობას გვიან საღამომდე შეეძლო.